მეგობრებო, ეს არის ჩემი ლაივი, დაუგეგმავი სპონტანური. ეხლა ვარ ცხოველების დაცვის აქციაზე, არ ვიცი ჩემი ხმა როგორ ისმის, ცოტა ხმაურია და ახლოს დავიჭერი ტელეფონს. და ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები მინდა რომ თქვა. პირველ რიგში წარმოუდგენელია რომ გამოუძიებლად დარჩეს ის ფაქტი, რისი ეჭვიც არსებობს გორში რაც მოხდა. ანუ შეუძლებელია ცოცხალ არსებებს ესე აწამებდნენ, ან ეჭვი იყოს იმაზე რომ შეიძლება აწამეს და ეს დარჩეს გამოუძიებელი და ფაქტია რომ ჯერჯერობით გამოუძიებელია. ეს ძალიან ძიმე სიმპტომი არის და ეჭვი არ შეგეპაროთ. ეხლა ფსიქოლოგიური იმიდან რომ ვისაუბრო, ადამიანი რომელსაც შეუძლია რომ ეს გულგრილად დატოვოს, ეჭვი თუნდაც, იმიტომ რომ არის ხალხი ვინც ამბობს რომ ეგ არ მომხდარა და იმედი მაქვს რომ არ მომხდარა და ძალიან შეცდომა არის ეს ჭორია და ღმერთმა ქნას რომ ეგრე იყოს, მაგრამ თუ მოხდა მაშინ საშინელებაა და რომც არ მომხდარიყო, რა კი ეჭვი არსებობს, გამოსაძიებელია და თუ ამის მიმართ იქნება გულგრილობა, ადამიანების მიმართაც იგივე იქნება, ან უარესი რა. ეს უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტია, რომ ცხოველს როცა აწამებ და ცხოველი თუ ესე გემეტება, მე ადამიანს გემეტება, არაფერი სხვაობა მანდ არ არის. ცოცხალი ორგანიზმია. მეორე კიდე რაც მინდა ვთქვა, ძალიან დიდი უგუნურების და გაუნათლებლობის სიმპტომია. ლევან, მოდი ლაივში ვარ. მოდი. привет. აი ლევანიც შემოგვიერთდა აქციაზე. ხო. და მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი უგუნურების ნიშანია ის, რომ არის ჯერ კიდე დღეს პლანეტაზე ხალხი, ვინც არ იცის ცხოველს რამხელა სარგებელი მოაქვს ადამიანისთვის რა. იქით გაუშვათ ეს ემპათია და სიკეთე და ისა. მაგაზე ეგ ცალკე ამბავია, მაგრამ ძალიან რაციონალურად რომ მიუდგე და აბსოლუტურად უბრალოდ გამოთვალო, რომ აი რა არის კარგი და უკეთესი, მეცნიერულად შეგიძლია ზუსტად იცოდე, რომ ცხოველის ყოლა არის ადამიანისთვის ჯანმრთელობის საწინდარი და ეს მიკედლებული ცხოველები სკოლაში არ უნდა იყვნენო, თამაზმაც კი თქვა, სკოლის ეზოში არ უნდა იყვნენო ელის ბარაშვილმა თავის ლაივში და როგორ არ უნდა იყვნეს, სკოლის ეზოშიც უნდა იყვნენ, საავადმყოფოს ეზოშიც უნდა იყვნენ. ევროპაში ყველა სკოლაში ყავთ ეზოში ძაღლები და კატები, რომ ბავშვმა ისწავლოს მათთან ურთიერთობა. შეიძლება რაღაცა. ფასდაუდებელია. რა თქმა უნდა, მოდი. აი ჩვენ კაფეში ყავს ძაღლები და კატები, ბევრი კატა და რომ მოდიან უცხოელები გიждდებიან, რომ აი ამ კატების გამო და ძაღლების გამო რჩებიან, აჭმევენ, ეფერებიან და ეს მათთვის არის დამატებითი ბედნიერება და ქართველები ძალიან ბევრი რომ მოდიან, თუ კატა გაწიეთ რა, თუ შეიძლება იძახიან, ხო და ეს ძალიან დიდი კულტუროლოგიური სხვაობა არის რა. ძალიან დიდი. ეს ნიშნავს განუვითარებლობას, ეს ნიშნავს იმას, რომ შენი რაღაცა თვითშეფასება გინდა აიმაღლო იმაზე, რომ კატაზე მაღლად გახარ. ხო, აი ამ მეტი არაფრით რო არ შეგიძლია აიმაღლო თვითშეფასება ტეხავს. ხო და კიდე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, რომ იმ აჟიოტაჟის მერე, რაც იყო Facebook-ზე და 2 დღის განმავლობაში მთელი საქართველო რო ყირაზე დადგა, რომ ვაიმე ძაღლებს რას უშვებითო, დღეს აქ რო ვართ ერთი მუჭა ხალხი შეკრებილი, ეს არის უბრალოდ პაზორი. ეს არის სირცხვილი და ეს არის თავის მოჭრა, იმიტომ რომ მე დავდივარ მხოლოდ იმ აქციებზე, სადაც არის კონკრეტული მოთხოვნები, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ დემოკრატია ვითარდება კონკრეტული გამარჯვებებით, როდესაც შენ ვიღაცისთვის შრომის უფლებას მოიპოვებ, თქვათ მეშახტეებისთვის, ძაღლების სიცოცხლის უფლებას მოიპოვებ, რაც იქნება კონკრეტულ რაღაცებს თუ მოიპოვებ, ეს ავითარებს საზოგადოებას და მე არ დავდივარ იმ გამოსვლებზე, სადაც გადატრიალებას ითხოვენ და რაღაცა ხელისუფლების, იმიტომ რომ ეს ამ ცვლილებას არაფერი არ მოაქვს. ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნით, სადაც არის იქ მე არ მივდივარ, იმიტომ რომ ხელისუფლების ცვლილების არ მჯერა. უნდა აიძულო არსებულ ხელისუფლებას, რომ გააკეთოს სწორი ნაბიჯები გადადგას და მაშინ განვითარდები. და არა, რამდენიც არ უნდა ცვალო ხელისუფლება, მაინც ის ნაგავი მოგივა, რაც აი აქ გაქვს. აი ეს არის ჩემი აზრი. მადლობა ლევან. კარგით მეგობრებო, მოკეთ მოდით რა აქციაზე, იმიტომ რომ მართლა ეხლა ცხოველებით იწყება ხოლმე ესეთი რაღაცები და ქვეყნის სახეა რა. ცხოველს როგორც ექცევა ქვეყანა, ადამიანს კიდე როგორ გითხრა, ვითომ ისეა რომ აი ბავშვები შიმშილობენ, ეს ელაპარაკობენ, მაგრამ რეალურად ერთი და იგივეა ეს.
არაფერი განსხვავება არ არის. ის ქვეყანა აშიმშილებს ბავშვებს, ვინც სასტიკად ექცევა ცხოველებს. ეს ერთი და იგივე მოვლენაა. აბა დროებით და გელოდებით რა.